შენ ხელა რო ვიყავი, სულ მიკვირდა რა. ნაპოლეონამდე და ნაპოლეონის დროსაც კი ჯარისკაცები რატო იდგნენ ესე რიგში, წკრივად, აი ესე. ხო შეიძლება ეგრევე ესოლა. როგორ? შოხლურად განანდა. დადე კი? მხარ და მხარ იდგნენ აი ესე. მიდიოდნენ, იქიდან თოფებს ესროდნენ. მაინც იყოს რომ ოდნავ აიცილო. ხო, ან დაწეკი, ხო? მეც მაგას ფიქრობდი, ეხლა დურაკაი ხო, ეხლა აი ხიშტი შენ გამომართი, ან დადიდავლა. ხიშს მოხსნი. ნუ ჯარისკაცი იდგა, იყო ესე. გაისროდნენ. მაგ ბრძოლაში ეს იყო? მე ისე ვიტენებოდა, მაგრამ ჯარისკაცი არ აწვებოდა მეჩხერად არ მიდონ რა. მე იმ ბრძოლაში ის იყო? ზარბაზანი იყო. და წარმოიდგინე პირდაპირ იმით ისო. პირდაპირ ზარბაზაგის. ზარბაზანში იტენებოდა ესეთი რაღაცა. ჭურვი რა. რგოლი. ეხლა წარმოიდგინე ეს მოფრინავს, გეხარ ფეხზე. შენ უკან კიდე ხალხი ეზო მოხდებოდა ერთ კაც, კიდე ერთი რვა კაც გლიჯავდა შუაზე. დომინოსი. კიდე რას აკეთებდნენ ზარბაზანში? ტენდიდნენ კარტეჩს. ანუ პატარა ზომის ტყვიებს ალაგებდნენ, რო ისოდა, როგორც საფანტი ეგრე მოფრინავდა. და დიდ იმებს იმაშრებოდა, რა ქვია, აზიანებდა რა. ხო და ეხლა სულ ვფიქრობდი რატო აკეთებდნენ, ეგ დარწმუნებული ეხლა ვინც მიყურებს 99% ფიქრობთ რომ რატო არ აწვებოდნენ. ან რატო სხვანაირად არ იქცეოდნენ. იმ დროს რო ავტომატი გამოსული ყოფილიყო. ხო დარხეული ექნებოდათ. დარხეული ექნებოდათ. და მანდატიც მივყავთ ავტომატამდე. ეხლა დაიცა ნახე, მოდი მოვყვეთ თვითონ. იარაღის განვითარება. მე-17 საუკუნეში მოხდა დენთის რევოლუცია. ანუ დენთი უკვე შემოვიდა, არა, მანამდეც იყო დენთი ცნობილი ჩინეთში, ინდოეთში, რაღაც აქა-იქა იყენენ, მაგრამ ხმლები და ხაჭლები და მანამდე ცივი იარაღით მომობდნენ აი ესეთი რაღაცეებით, სულები და მაგაზე მე ცალკე ვილაპარაკოთ, მოდი თოფებზე. უკვე დაიწყეს